პოლიციის მკვლელობაში მშავდებული რატი რეხვიაშვილის დედა გლდანის ციხეში მისი შვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. მარინა ქებაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და გლდანის მერვე საპყრობილის ყოფილ ზედამხედველს ვლადიმერ ბედუკაძეს შვილის წამებაში სდებს ბრალს. რატი რეხვიაშვილის დედა იმ პირთა დასჯას მოითხოვს, რომლებიც რეხვიაშვილის წამებაში წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. რატი რეხვიაშვილი 2009 წელს პოლიციის მკვლელობისთვის სასამართლომ 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მარინა ქებაძემ ვლადიმერ ბედუკაძესა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. რატი რეხვიაშვილს მაღალჩინოსანი თვითონ ბედუკაძე სასტიკად აწამებდა და ეპყრობოდა თუ შეიძლება წამების რაიმე ხერხი ადამიანის გონებამ კიდე მოიგონოს. ასევე შედიოდა მასთან ციხეში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც მიმართავდა სანამ ბოლომდე არ დაგძირა, მანამდე არ მოგეშვებით. მე მიმართე პროკურატურას და თავარ პროკურორს, რომ შეისწავლონ მასალები, გამოავლინონ რა მოხდა და რა ხდებოდა და რისთვის ხდებოდა, თუ შეიძლება ადამიანის ასე არაადამიანურად წამება და დაისაჯონ ის პირები,